ერთი ისტორია მახსენდება ახლა, ექიმი ურევია შიგნით, ხო შეიძლება ეს? მოკლედ შენ მითხარი იმნაირი ისტორია ექიმი რო არ არისო. ხო, აი ეგ არის თავი. სამწუხაროდ რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოგეხსენებათ ანსამბლში უმღერი და ხშირად გვიწევს ხოლმე გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში და იტალიაში მოგვიხდა წასვლა. იტალიაშიც არიან ექიმები? კი, გაგიკვირდებათ და გაგიკვირდებათ. ხო და ტოსკანაში ჩავედით, იტალიაში ზაფხულში, ძალიან ცხელო და ესეთი ციხე იყო, კასტელო დი პოტენტინო. ჩავედით, ძველი ციხე იყო მე-11 თუ მე-12 საუკუნის და გადაკეთებული იყო რაღაცა სასტუმროს მაგვარ რაღაც და თან იყო ზეთისხილები, ვენახები და შატო იყო რა მოკლედ და კონცერტი ქონდა ამ შატოში ღიაცის ქვეშ სივრცეში და კონცერტამდე სადღაც 2-3 საათით ადრე საჭმელი გვაჭამეს. შევჭამეთ და ეს საჭმელი იტალიაში ხა უცხო საჭმელები რაღაცები დაობებული ყველი, რაღაც დავარგებული ძეხვი, მოკლედ თხლათ ესე ჩაჭრილები და როქშია რა უნაქნა და ესე 3-4-4-ს რო იღებ და რო ჭამსე და კაცო შევჭამეთ რაღაცნაირად დავნაყდით რა და კონცერტი იწყებოდა 2-3 საათში, ზუსტად აღარ მახსოვს დრო და ამ 2-3 საათში ეს ეთყობა ჩემი კუჭი ვერ შეეგუა იქაურ საჭმელს და გაჭრა მოკლედ. გაჭრა. კარგად გაჭრა და რაღაცა ხმები ისმის ჩემი მუცლიდან, ცუდად თავარ და აი ზუსტად ვიძახი ექიმის არ არის, იქნება ექიმი მომიყვანოთ ვინმემ, რომ ცუდად თავარ კონცერტზე ვარ გასასვლელი, პირველ სიმღერას ვიწყებთ მე და ჩემი მეგობარი გურამი ქვია, პირველ ხმას იწყებდა და მრავალჯამიერით უნდა და ეს მეორე ხმაში მე უნდა შევსულიყავი და ექიმი არსად არ არის იქ შატო არის რა ვიცი ექიმი თუ არ გამოიძახე კონცერტი იწყება საცა არის და ექიმი არ არის წამალი არ არის რა უნდა ქნა ეხლა დაიწყო კონცერტი წამყვანი სცენაზე არის ასული უკვე აცხადებს პროგრამას რაღაც წინასიტყვაობას აკეთებს ჩვენც ვდგევართ ვილოდებით როდის გამოგვაცხადებს რომ უნდა ავიდეთ და მუცელმა დამტკივლა ეთქი რა ხდება ეთქი ცოტა ხანს მოვიცდი ვიმღერებთ და მე წავალ საპირფარეშოში კიდე ეგეც არსებობს კი ბატონო კი არსებობს და გეტყვით ახლა როგორი საპირფარეშო იყო და კიდე დამტკივლა და რა სიმღერებს სად მერე წახვალ არაფერი არ მიტყვია გავიქეცი ესევე და არა და ვილოდებით რომ უნდა ავიდეთ ვიმღერებთ გავიქეცი და ეს წეღან დასაწყისში თქვი რომ ძველი ციხესიმაგრე და გადაკეთებული აქვს ოთახები საპირფარეშო იქნება თუ საძინებელი და საპირფარეშო არის მოკლედ 5-7-ზე რა დიდი ოთახი რაღაცა უზარმაზარი ავეჯი დგა შიგნით ყველაფერი აგი საკურთ დარბაზია რა და ეს უნიტაზი დგა კარები არ იკეტება კიდე ცოტა ჭედვით იკეტება მაგრამ ჩამკეტი შიგნით არა აქვს და რო შევედი უნიტაზი დგა სადღაც 3 ნაბიჯის იქით თლათ ხელით ვერ დაიჭერ ამ კარებს ნუ მოკლედ ცუდად თავარ უნიტაზთან მივედი ვერაფერი ვერ მოახერხე ვიღაც ხალი შემოდის ეს ხალი და ხო დამინახა რომ შიგნით ვარ და თან მეც ვიღაცა რომ შემოვიდა უხერხული სიტუაცია შეიქმნა ავდექი და თან ჩოხა მაცვია ის მაცვია ძალიან ისე უხერხულად ვარ მაგრამ ნუ რა ვქნა ეხლა მეტი გზა არ მაქვს ავდექი გავიქეცი კარებისკენ და ხელით ვიჭერ ამ კარებს მე თქვი რომ დამინახა და აღარ შემოვა და წავედი ჯერ არა ვარ მისული უნიტაზთან გრძელი ოთახია რა და ისევ შემოდის ეს ხალი კაცო ხო დამინახე რომ ტუალეტში ვარ და რა ეთყობა ერთი და იგივე რაღაცა ვჭამეთ და სავარაუდოდ ის დაჭირებული იყო თორე სხვა ვარიანტი მან არ არის ისევ შემოდის მოკლედ არ მაცდის წინ არა და ვიცი რომ კონცერტი დაიწყო უკვე გამოგვაცხადეს და ხელმძღვანელს გამოუგზავნია
ჩემი მეგობარი პირველი ხმა რომ წადი ჩქარა სად არისო კაცო ავთო დაუძახეთო ჯო აქედან ვეძახი რომ მოიტა ეგ ხალი დაიჭირეთ რამენაირად ხეხვეწები მომაცილეთ ეგ ხალი რომ მალე გამოვიდე რა ამან ენა არიცის ნუ მოკლედ ამ ხალს ვერაფერი უშველა ხელმძღვანელი ეძახის ჩქარა წავიდა გავიდა ისევ შემატოვეს ამ ხალს მოკლედ ამ ხალმაც დამანება თავი როგორც იქნა რა ვიცი აწავიდა არ ვიცი იმ ხალის სახეც არ ვიცი ეხლა ხო და რომ მოვითავე ხელები დავიბანე გავიქეცი და მე მელოდებიან სცენაზე დგანან და მელოდებიან მე და სცენაზე როგორც ფეხი ავდგი და პირველმა ხმამ დაიწყო მრავალო ჩემი აი ჩუდათა ვარ აღარ შემიძლია ესე იქ რა ვიმღერე მე რა მოხდა როგორ განვითარდა აი არაფერი არ მახსოვს საერთოდ და იტალიას რო ახსენებენ ყოველთვის ეგ მახსენდება რა კიდე საუცხოო მოგონება გქონია იტალიაზე აი საიდან ქართული სიტყვა ხო ესია სიტყვასაც წაგვიყონს ექიმებზე იყო საუბარი და ექიმი არ იყო იქ და რა ვქნათ აი ირაკლი ექიმთან უნდა მოსულიყო ირაკლი ექიმს სანამ მივაკითხავდი კარგად იქნებოდა საქმე